დღევანდელი თემა ეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაბარებას ინტერპელაციის წესით საქართველოს პარლამენტში, რომელიც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს ეხება საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებში და არა მხოლოდ უბნების გახსნას, რომელიც არის ძალიან სერიოზული საკითხი. საქართველოს კონსტიტუციის 53 მუხლის და მეორე პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 159 მუხლის შესაბამისად ვიბარებთ ინტერპელაციის სახით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვინაიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ მათ შორის საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრიდან განმარტება ან მოსაზრება, როგორ შეიძლება უამრავ ჩვენ თანამოქალაქეს მისცენ საშუალება იმის, რომ მათ საზღვარგარეთ უბნებზე, კონკრეტულად ახალგახსნილ უბნებზე ქონდეთ საშუალება ხმის მიცემის. გარდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლებისა სპეციალურ სიებში, რომ შეიყვანონ ასევე საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან საზღვარგარეთ, ვინაიდან არსებობს ძალიან სერიოზული შიში ჩვენი თანამოქალაქეების, რომ მათ არ ექნებათ საშუალება მისცენ ხმა და არ დააფიქსირონ თავიანთი ხმა და ამას ქართული ოცნება გამოიყენებს, რა თქმა უნდა, საკუთარი კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებთან, ვინც მუშაობს ზუსტად ამ თემაზე, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ სწორედ იმის გამო, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მსგავსი ხმის მიცემის არსებული და არარსებული მექანიზმების შემუშავება, მათ შორის არავითარი გამართლება იმ სიტყვებს, რომ თურმე მხოლოდ საკონსულოს ტერიტორიებზე და ოთახებში შეიძლება იყოს დარეგისტრირებული და ხმის მიცემის საშუალება ქონდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, არ მოქმედებს, ვინაიდან ადამიანებს უწევთ 2000 კილომეტრის გავლა, ადამიანებს არ აქვს საშუალება ხმა მისცენ, ამიტომ ეს არის რეალურად ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიდან. ასევე არის ერთი პრობლემა, რომელიც უნდა იყოს ძალიან სერიოზულად გათვალისწინებული და ახსნილი. ცენტრალური საარჩევნო კომისია, როდესაც ჩვენ მას ვეკითხებით, თუ რას აკეთებს იმისთვის, რომ ეს უბნები კონკრეტულად გაიხსნას და ესეთი მაგალითი არსებობდა იტალიაში, ამიტომ არავითარი გამართლება იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ადგილებში უნდა იყოს ესეთი უბნები გახსნილი და ჰქონდეს ჩვენს თანამოქალაქეებს ხმის დაფიქსირების უფლება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მისი ადმინისტრაცია ხელს იშვებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან. ამიტომ ჩვენი მოსაზრებით საქართველოს პარლამენტში აუცილებლად უნდა მოვიდეს საგარეო საქმეთა მინისტრი და გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც აუცილებლად არის ჩვენი ძალიან ბევრი უამრავი მილიონობით თანამოქალაქის მოსაზრება, სურვილი და ერთად გავითვალისწინოთ და ვიმუშაოთ ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, დაგირიგდება ტექსტი, რომელსაც ჩვენ გავაგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვკითხოთ საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე მიმართა ეუთო ოდირს არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეხლა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საარჩევნო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაკვირვება ეუთო ოდირის მისია, ან ნებისმიერი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მიერ გამოგზავნილი საპარლამენტო მისიები, რამოდენიმე დღეში ვიცი, რომ ჩამოვა ერთი პირველი მისია, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ანუ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის, სხვადასხვა საპარლამენტო მისიებიდან, დელეგაციებიდან არის ძალიან სერიოზული მობილიზაცია, ამიტომ რა თქმა უნდა ეუთო ოდირის დაკვირვება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა გითხრათ, რომ სხვათა შორის 2020 და 2021 წლის არჩევნებზე კოვიდის გამო ჩვენ გვქონდა ძალიან შეზღუდული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთან გრძელვადიანი დამკვირვებლების არეალი და მათ შორის მოქმედება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის პარალელურად და მე მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ერთ-ერთი დაკვირვების სქემა რაც იქნება, ეს იქნება ჩვენი მაქსიმალური წარმომადგენლობის ჩართვა ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის საზღვარგარეთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ინტერპელაციის წესით იბარებ, ხო ხალხი? კი, საგარეო საქმეთა
დაიბადა პროცესი და მე მოესწროსო ეს განცხადება და რატომ იყო მაშინ მე ვერ გეტყვით, მე მქონდა ინფორმაცია, რომ თებერვალში მე ჩემს პარტნიორებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან მქონდა ინფორმაცია, რომ ყველაზე მაქსიმალური ეს იყო თებერვალი და თებერვალში ჩამოდიოდნენ ეს ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც შეეხება წერილის გაგზავნას, კი, კარგი იქნებოდა უფრო ადრე გაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, ვინაიდან გრძელვადიანი დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნოდ და ესეც არის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური საკითხი, რომ ნებისმიერი დარღვევა იყოს დაფიქსირებული მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში 24 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ერთი მინდა კი, გრძელვადი ეუთოოდირი ითვალისწინებს, რომ გრძელვადიან მისიას, რომ დააკვირდეს არჩევნებს. შეიძლება ეს მისია აქ არ იყოს მთელი ასე ვთქვათ ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ კონდეს ძალიან სერიოზული ინფორმაციის გაცვლაც, გამოცვლაც ჩამოდიოდეს რაღაც პერიოდულობით, მაგრამ ზოგადად ეუთოოდირი აკვირდება საარჩევნო დღეს, მანამდეც და რეალურად ეუთოოდირის დასკვნა, ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა მათ შორის არჩევნების ჩატარების, ლეგიტიმაციის აღიარების, თავისუფალი საარჩევნო გარემოს და ასე შემდეგ, არამხოლოდ არჩევნების დღეს ფასდება, არამედ ფასდება წინა საარჩევნო გარემოც. ამიტომ ეს არის სწორედ გრძელვადიანი მისია, რომელიც აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს და ეს მიმართვაც არის ძალიან სერიოზული და მათ შორის მათი მონაწილეობაც არის ძალიან სერიოზული. რეკომენდაციასთან დაკავშირებით გითხარით, თქვენი პოზიცია პარასკევს გელოდებათ მართველი გუნდი უკვე კონკრეტული წინადადებებით, რა ინიციატივებით მიდიხართ აქ და კიდევ ერთიც ბარემ აქვე გითხავთ ლელოს ფაქტორი, რომელიც ამბობს, რომ ეს პროცესი არის ფარსი. მე ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით იცით, მე ვფიქრობ, რომ ის საგზაო რუქა, რომელიც ჩვენ მოგცა ევროკავშირმა და ევროკავშირმა გითხრა, რომ უნდა შესრულდეს კონკრეტულად ის მოსაზრებები, რომელიც არის ჰარმონიაში და თანხმედრაში ევროკავშირთან, გაწერილია ვენეციის კომისიაში. ამიტომ ჩემი სურვილი, ჩემი მოთხოვნაც და ჩემი მუშაობის, ასე ვთქვათ, არეალიც იქნება ზუსტად ვენეციის კომისიის რის რეკომენდაციები, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ეხება პირველი იუსტიციის საბჭოს, უმაღლესი იუსტიციის საბჭოს რადიკალურ რეფორმას. ეს რეფორმა ეხება როგორც ზოგადად სისტემურ ნაწილს და ეხება პერსონალის ნაწილს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის მოსაზრება, რომელიც ბატონ კობახიძეს ჰქონდა, რომ ეს არაკონსტიტუციურია, რა თქმა უნდა, ეს არ არის შესაბამისობაში იუსტიციის უკაცრავად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. ეს ეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში შესატანცვლილებებს, რომელიც ასევე გაწერილია. ეს ეხება სასამართლოს განთავისუფლებას კორპორატივიზმისგან და რეალურად აქ შემოდის უკვე თავისუფალი და დამოუკიდებელი პროკურატურის ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ არ არსებობს და ეს ეხება ანტიკორუფციული ბიუროს ძალიან სერიოზულ უკვე სასაცილო ფუნქციონირებას, როდესაც ანტიკორუფციულ ბიუროს მარტო გამოძიების ნაწილი კი არა აქვს პრობლემა, ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარე ეს არის ადამიანი, რომელიც არის ღარიბაშვილის დანიშნული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიაში კვეთრად ნათლად არის გაწერილი შეთავაზებები, რომელიც არის აუცილებელი. ოპოზიციაში მდინარე გადაჯგუფებები. თქვენ საერთოდ თქვენთან ადრე თქვით, გვარამოსთან და მელიასთან იყო კონსულტაციები. რა ეტაპზე არის ეს კონსულტაციები? თქვენი სად იქნებით რომ გაერთიანებაში? გავიგე. მე ერთხელ უკვე ვისაუბრე ამ თემაზე. მე არ ვთვლი, რომ რაღაც ეს კონფიგურაციები შეიძლება ჩვენი მოქალაქეების ძალიან სერიოზული ინტერესის თემა იყოს. მე ვთქვი, რომ მე ვიქნები იქ, სადაც არ არის პოლიტიკური კორუფცია, არ არის არავითარი ჭრილოვანი გავლენა და არის იდეური ერთობა ადამიანების, ვინც არის რეალურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ნამდვილ ბრძოლაზე მოწოდებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საბოლოო კონფიგურაცია ჩამოყალიბდება და ეს იქნება ალბათ თებერვლის ბოლო მარტის დასაწყისი. ეს შემიძლია გითხრათ. ეს შემიძლია მხოლოდ გითხრათ. ნიკა და ხატიანიკა. მე გითხარით, რომ ნიკასთან მქონდა მელიასთან და გვარამიასთან მქონდა, ასე ვთქვათ, საუბარი, ეს საუბარი მე არ შემიწყვეტია.
მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც ვთქვი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს იდეა და ეს იყოს სინერგია, რომელიც მოიტანს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესს და ხალხის ინტერესი იქნება ასახული. რაც შეეხება კონკრეტული გადაწყვეტილების შემდეგ, მექნება შესაძლებლობა, რომ უფრო ფართოდ ვისაუბრო ამ საკითხზე. არა, მე ისე სწრაფად ვლაპარაკობდი, მეგონა გეჩქარებოდათ და გული ამომივარდა. შემდეგ მე გითხრა. მე მაქვს კითხვა, ბოლო დროის ბრალდებებზე ირაკლი კობახიძის სამართლის პროფესორ გიორგი გახარიას სულიაჟღერებს კორუფციაში გადანაშაულებენ პერსონალურად ირაკლი კობახიძეს შავი სალამის მოლარე უწოდეს თუში. თქვენ თუ გსმენიათ ახალი პრემიების რაიმე კორუმპირებულობის თაობაზე ზოგადად ასეთ მწვავე ბრალდებებს ჭირდება თუ არა პოლიტიკაში მტკიცებულებები? საერთოდ უფრო მეცად გეტყვით, ის მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრზე და გაჟღერებული იყო მათ შორის მედიის მიერ და არა მხოლოდ ეს მტკიცებულებებიც კი არ გადაიქცა გამოძიების ობიექტად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოში უმძიმესი პრობლემა, როგორიც არის კორუფციას, მტკიცებულებებითაც კი გამოძიების წყარო არ ხდება. ამიტომ ერთადერთი მე რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ნამდვილად, ასევე ძალიან ბევრი კორუფციის ფაქტი ვიცით ჩვენ, იგივე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელსაც დაუსაბუთებელი ქონება აქვს, მურუსიძეს, რომელსაც მარტო თქვენი საქართველოში არსებული მედია არა, არამედ საერთაშორისო მედიის და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკვლევით ძალიან სერიოზული დაუსაბუთებელი ქონება აქვს. ამიტომ მტკიცებულებებითაც კი არაფერი, ასე ვთქვათ, საგამოძიებო ორგანოების ინტერესი არ ხდება. ამიტომ ჩემთვის მთავარია, რომ ზოგადად კონკრეტულად ფართო კორუფციული და ანტიკორუფციული საგამოძიებო მექანიზმები დაინერგოს. სხვანაირად ეხა ესე ცალ-ცალკე რაღაც ვთქვათ, მხოლოდ განცხადებებით, რა თქმა უნდა, კორუფციას ვერ მოვერევით. მე სურვილი მექნებოდა, რომ ბატონ გახარიას, რომელმაც იცის ძალიან ბევრი მათ შორის ქართულ ოცნებაზე, გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია გაეჟღერებინა და გაცილებით უფრო მკვეთრი ყოფილიყო ზუსტად კორუფციულ შეფასებებში. სად მიდის, როგორ მიდის, სად არის ეს ფული, სად აკუმულირდებოდა, ვის მიქონდა, სად მიქონდა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. მე მიყვარს ძალიან ესე ფაქტებით საუბარი და კიდევ ვიმეორებ, როდესაც ამ ქვეყანაში შეიქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანიზაციები, დამოუკიდებელი სასამართლო, მაშინ იქნება გამოძიებული ყველა ფაქტი. თუ ესეთი არსებობს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მე მინდა გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რომელიმე პოლიტიკოსის მიერ რაღაც ასე ვთქვათ, ვინმეს დასჯის სურვილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მხოლოდ იმის შემდეგ გვეცოდინება ჩვენ კონკრეტული შედეგები, ინფორმაციას და ფაქტებით, როდესაც სასამართლოს და ანტიკორუფციული ორგანოები იქნებიან დამოკიდებული. ეს შეიძლება გითხრათ. მე და კაი. დიახ. შემდეგ მე გითხო. მიუნხენის კონფერენცია წლების განმავლობაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხების და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების საკითხების განსაზღვრელი პლატფორმა, სადაც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერები, რა თქმა უნდა, წარმოთქვამენ თავის იდეებს და ეს გეოპოლიტიკური უსაფრთხოების საკითხების ძალიან სერიოზულ, ასე ვთქვათ, გამანაწილებელია მიუნხენის საერთაშორისო კონფერენცია. ამიტომ ნებისმიერი ახლა შეფასება ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც ამბობს ან აკნინებს, მე არ ვიცი ვინ თქვა ეს განცხადება, მაგრამ აკნინებს ასეთ კონფერენციას, რა თქმა უნდა, ეს ამ კონფერენციისთვის არაფერს არ ნიშნავს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ბიძინა ივანიშვილზე დიაგნოზი დასმულია, დასკვნები გამოტანილია
და მოსწონს ეს ქართულ ოცნებას თუ არ მოსწონს, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ფინანსური კაპიტალი დააგროვა რუსეთში. ეს ფინანსური კაპიტალი პუტინის გადაწყვეტილებით გამორეცხა და გამოიტანა მერე დასავლეთში და საქართველოში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ბოლო 2 წელი მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში რუსეთის გავლენები გაიზარდოს. ამიტომ ფაქტები არის ერთი და შეფასება ჩვენი პარტნიორების არის სწორი. ამიტომ ეხლა რომელიმე ქართული ოცნების დეპუტატი თუ რაიმე დამაკნინებელ სიტყვის კონფერენციაზე ეს ამ კონფერენციის მნიშვნელობას არ აკნინებს. რაც შეეხება ზურაბიშვილის იქ განცხადებებს, მე ფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სალომე ზურაბიშვილი გაეგზარო ნიუხენის კონფერენციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მისი პოზიცია, პრეზიდენტის პოზიცია ევროინტეგრაციის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხების და განსაკუთრებით ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის შეფასებაში იყოს გაჟღერებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან ისაუბროს სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ჩემი მოსაზრებით და არა მაგალითად ბატონმა დარჩიაშვილმა ან რომელიმე ვთქვათ ანტიდასავლური განწყობებით ცნობილმა ქართული ოცნების წარმომადგენელმა. ბატონო? ანტიდასავლური განწყობები დარჩიაშვილია ქართული ოცნება მთლიანი. დასავლეთმა მისცა სტატუსი ანტიდასავლური განწყობები. დავიწყოთ მაგაზე? დარჩიაშვილი არ არის პოლიტიკური ფიგურა, ეს არაერთხელ მithქვავს, მათ შორის თქვენთვის. აქ გადაწყვეტილებების მიმღები არის ბიძინა ივანიშვილი. მისი პოლიტიკური დოქტრინა და საგარეო პოლიტიკური დოქტრინა, როგორც არის განსაზღვრული, იმას ერგება ბატონი დარჩიაშვილიც და ნებისმიერი კონკრეტული მინისტრიც. რაც შეეხება სტატუსს, ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით იცით. კონკრეტული გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, ფაქტორებიდან გამომდინარე, კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეების აქტიურობიდან გამომდინარე, იყო სტატუსი მოპოვებული, ამაზე არაერთხელ მქონია მათ შორის საუბარი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი იქნება ზუსტად ევროკავშირი 2024 საპარლამენტო არჩევნებში. ერთი არის ერთი ნაწილი, თქვათ პრეზიდენტსა და ქართლის შორის ახლა არსებული მდგომარეობა დაფიქსირდა, მაგრამ მეორე ნაწილს რო შევხედოთ, სახელმწიფოებრივად წმინდა. პრეზიდენტს აქვს ვალდებულება მიმართოს მთავრობას. საკონსტიტუციო სახელმწიფოებს ეს თქვა, რატომ არ მიმართავს? სახელმწიფოებრივად რამდენად წორია, რომ ის რა წერია კონსტიტუციაში არ შეცდოდეს პრეზიდენტის მხრიდან. მე ვფიქრობ, ამაზე ძალიან კონკრეტულად სწორი დასაბუთება ჰქონდათ იმ მოსამართლეებს, საკონსტიტუციო მოსამართლეებს ნაწილს ყოველ შემთხვევაში, რომელმაც განსხვავებული მოსაზრება დაწერეს იმ ძალიან სამარცხვინო დავაზე, რომელსაც აწარმოებდა ქართული ოცნება სამწუხაროდ. მე მივიჩნევ იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით არის სწორი და ქართული ოცნებას რო ჰქონდეს სახელმწიფოებრივი პოზიცია, საქართველოს პრეზიდენტის ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, პირიქით ხელს შეუწყობდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ უკვე დავა იმაზე აღარ არის კონსტიტუციას ნაწილში და სამართლებრივ ნაწილში. აქ დავა არის იმაზე, რომ ქართული ოცნებისთვის საქართველოს პრეზიდენტი არის მიუღებელი, იმიტომ რომ იგი აკრიტიკებს ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს და ამის შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ნაწილში საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვიდრე ქართული ოცნება. გუში რომაგოცირიძემ თქვა ესეთი მისმოგაშეკითები. რა თქვა? რომაგოცირიძემ თქვა ესეთი რამ, რომ სალომე ზურაბიშვილია არჩევნების შემდეგ ესე გულხელდაკრებილიო არ დაჯდებაო და სავარაუდოდ ის ოპოზიციის დამხმარედ მოგვევლინებაო. თქვენც გაქვთ თუ არა მოქმედი პრეზიდენტისგან ეს მელოდინი და ახლა ოცნება ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ არის იმის დადასტურებაა, რომ რეალურად სალომე ზურაბიშვილი უკვე ოფიციალურად არის ოპოზიცია. მე შემიძლია გითხრათ, მე რა ვისაუბრე საქართველოს პრეზიდენტთან და მე რა შთაბეჭდილება დამჭა. არავით არის პარტიული გაერთიანებები, არავით არის პარტიების შეკრება, არავით არის რაღაცა პარტიულ კონფიგურაციაზე საუბარი, მე და საქართველოს პრეზიდენტს არ ვქონია. ჩვენ გვქონდა საუბარი 9 დათქმის შესრულებაზე. მასი კითხვა იყო ჩემს მიმართ, როგორ წარმომიდგენია კრიმინალური იუსტიციის რეფორმა საქართველოში, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ 9 დათქმა შესრულდეს, ვისაუბროთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე. ამიტომ არავით არის ერთობაზე საუბარი ან რაიმე სახის პოლიტიკური პლატფორმაზე საუბარი, შექმნაზე მომავალში ეხლა არ ყოფილა. ეს არის ჩემი საუბრის შინაარსი საქართველოს პრეზიდენტთან. ამიტომ ოპოზიციის დამხმარე. არა, მე ვთვლი, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამხმარეა იმ კონტექსტში,
კურსში, რომელიც მას დღეს აქვს არჩეული, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს არის 9 დათქმის შესრულება. ამიტომ ხა ცოტა სხვანაირად რომ შევხედოთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, მათ შორის ანტიკორუფციული მიმართულებით, 9 დათქმის მიმართულებით, მისი პოზიცია უკრაინასთან მიმართულებით არის სწორი და ამ შემთხვევაში იგი საქართველოს სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, პარადიგმაში და ჭრილში უყურებს ყველაფერს. მე არ მგონია რომ იგი რაღაცნაირად ვინმე რომელიმე კონკრეტული პარტიის დამხმარე შეიძლება იყოს. მე მგონია რომ მისი სიტყვების და მისი პოზიციაც, რაც ჩვენ ვისაუბროთ, იყო მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებზე დაფუძნებული. შეგეკითხებით რომ მაგალითად მახსენე დეკემბერი, რომ როცა აღარ იქნება პრეზიდენტი, მას შემდეგ უფრო იქნება ოპოზიციაში. ამ გეგმებს როგორ ხედავთ პრეზიდენტისას, როგორც პოლიტიკაში დარჩენა, ეს არჩევნები თუ არ იქნება, როცა აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი უკვე ინსტიტუციური ფიგურა, რა გეგმები ექნება ხა ადამიანს, მე არ ვიცი, ამაზე არ ვისაუბრია, არ მქონია საუბარი და ვერ გეტყვით როგორი იქნება მისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნაწილი, ხო, პარტიული, არაპარტიული, ვთქვათ, ინსტიტუციური თუ ასე შემდეგ. ამაზე მე და საქართველოს პრეზიდენტს საუბარი არ მქონია და მე ვერავითარ ინფორმაციას მისი მხრიდან ვერც გეტყვით, ვერც დავადასტურებ და მოსაზრებებიც მე ვფიქრობ, რომ ცოტა ესეთი უხერხულია დღეს. ჩვენ თქვენ იცით არა, პეტიციის ხელის მოწერას არაფერი წინ არ უდგას, მაგრამ ჩვენ გქონდა და მე პირადად გქონდა ძალიან სერიოზული კითხვები. სწორედ პრემიერ-მინისტრთან, ეხლა უკვე ვიცე-პრემიერთან, რომელიც ამბობდა, რომ 2023-ში უნდა ყოფილიყო შეტყობინების, ადრეული შეტყობინების სისტემა, შინაგან საქმეთა მინისტრთან და თქვენ იცით, რომ მთელი კვირის განმავლობაში ჩემი ერთადერთი კითხვა იყო, არის თუ არა ქვეყანა გზად იმისთვის, რომ ასეთი მეწყერი და ბუნებრივი კატასტროფები შეიძლება თავიდან არ ავირიდოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შევამციროთ ადამიანების და ზოგადად ის ძალიან მძიმე მოვლენები, რომელიც განვითარდა ამ პერიოდის განმავლობაში. ამაზე პასუხი მე ვერ მივიღე. ერთადერთი პასუხი, რაც ჰქონდა საგარეო საქმეთა უკაცრავად გარემოს დაცვის მინისტრს, ეს იყო ის, რომ იგი თვლიდა, რომ უნდა შეისწავლონ მყინვარები, ეხლა შეისწავლონ მყინვარები და უნდა იყოს დანერგილი 270-მდე მეტეოსადგური, სად იყო აქამდე ეს მეტეოსადგურები. ამიტომ, როდესაც ჩვენ არ ვიცით რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო იმისთვის, რომ მსგავსი ზიანი შემცირდეს და ადამიანებს ჰქონდეთ წინასწარ ინფორმაცია, რა თქმა უნდა ძალიან რთულია რამეზე საუბარი და მათ შორის სწორედ ბახმაროც არის უნიკალური ადგილი. მე ვერ გეტყვით კონკრეტული პროექტის შესახებ, მაგრამ ეს უნიკალური ადგილი, როგორც თავისი ნამდვილად ძალიან სერიოზული ჩვენი და საზოგადოების და ადამიანების მონაპოვარი არის გასაფრთხილებელი. ამიტომ ამ კონტექსტში გარდა მშენებლობისა მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ნაწილიც, რა თქმა უნდა, არის აუცილებელი ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის პარლამენტის მხრიდან, რომ იყოს ზედამხედველობის ძალიან კონკრეტული, ასე ვთქვათ, შეფასების ნაწილი. გზადება ერთ საცხოვრებელ ბინაში 3-ზე მეტი შინაური ცხოვრების ყოლა და ჯარიმები იზრდება 100-200-300 ლარი არის მაგალითად სკოლა შეიყვანა. ვიცი, ამაზე ვიკამათე ამ კანონპროექტზე გახსნას. ბოლოს ავტორი ამბობს, რომ ბიუჯეტი შეიძლება დაახლოებით 20 ლარამდე. სინამდვილეში ამ ყველაფრის იმიტომ რომ არ აგეთებს ქართული უცება, რომ ისე ხალხის ხარჯზე აი ამ ჯარიმები მე გეტყვით, თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ სასესიო დარბაზში იყო სერიოზული კამათი ამ კანონპროექტზე, გახსოვთ ალბათ, უსმენთ თქვენ ამ კამათს და ზუსტად არა, ეს იყო. არა, ეს ეხა შევიდა ძალაში. რაზეც თქვენ საუბრობთ, ეხა შედის ძალაში. ამაზე იყო საუბარი და თქვენ გახსოვთ, მე მქონდა რამოდენიმე მოსაზრება და ერთ-ერთი პირველი ჩემი წინააღმდეგობა, რასაც შეხვდა, ეს არის ძაღლების, მათ შორის ალიკაპით არებას.
ამაზე განმარტება იყო, რომ ხო, შესაძლებელია უსაფრთხოებისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად ერთ-ერთი კანონი ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას. თუ კონკრეტულად არ იქნება კანონის აღსრულება ეს ერთი და კანონის აღსრულებაზე ჩვენ არ გვქონდა არავითარი ინფორმაცია და მეორე თუ არ იქნება სახელმწიფო მუნიციპალიტეტები ქალაქ თბილისის მერია ჩართული სტერილიზაციის პროგრამაში, რომელიც არის ძალიან ძვირი კონკრეტული ადამიანებისთვის. ამიტომ აი ეს ნაწილი, რომელიც შეეხება თქვათ სტერილიზაციას, მათ შორის აღრიცხვას, კარგია ის, რომ აღრიცხვა ელექტრონულად შემოდის, მაგრამ ფაქტია, რომ ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ კონკრეტული პროექტები მათ შორის მუნიციპალიტეტებში არ არის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კი, კანონის მოქმედება შეიძლება რაღაც ნაწილზე იყოს კონკრეტული, თქვათ, მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგები, მაგრამ ის, რაც მე მაწუხებდა პირადად მათ შორის გამრავლება, ხო, თქვათ, ქუჩის ცხოველების რაც სერიოზული პრობლემა, ამაში უნდა ჩაერთოს მერიები, ამაში უნდა ჩაერთოს მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო.